ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში. თოკაფე იღუარის და იქნება წვეთში. თოკაფე დაბრუნდა, თოკაფე აქ არის. ესე იწყება ხოლმე ეს პოდკასტი და საახალწლო პოდკასტი მეგობრებო და როგორი სტუმარი? კაბუ, ჩარტყი. როგორ ახარ ძმა? ნორმალ. აი მეგობრებო, აი ესეთი საჩუქარი გაუკეთეთ ჩემ თავს და თქვენც ასეთი საჩუქარი გაიგეთეთ, რომ ესეთი მაგარი კაცი მოგიყვანეთ პოდკასტზე და ამიტომ ყველა ვარიანტი უნდა გამოიწეროთ არხი და რადგან ახალი წელია, ჩემო მეგობარო, არის ასეთი კომპანია Evo Technology, რომელიც მდებარეობს გდანში, ვეკუას პირველ ნომერში და საჩუქრად აი ესეთი power bank-ი 30000 ამპერიანი, ერთი ალბათ შეიძლება თვითმფრინავ ვერ შეერთოს და ვერ გააზაპრავო, თორე ძმაო აბსოლუტურად ნოუთბუქი, მობილურები, რა ვიცი, ყველაფერი რაც შენ გინდა გაგისტორდება. შეგიძლია დატენო ძმაო. ეს საახალწლო ამბავი. პირველ რიგში მადლობა ამ საახალწლო დღეებში, რომ მაინც მოუცრელობის ამბავში და რაღაცა მაინც რომ მოხვედი, იმიტომ რომ მაინც ხო იცი ხა ცნობადი ხალხი როგორა ვარ. კიდევ ასეთი კომპანია ძმაო, DL Shop-ი, ესეც გდანში არაგი წარმომადგენელი იქ არის და რეპის თემა სუხდება ძმაო და აი ესეც ვაუ, მაგარი კაცი ძმა. ახალი წელია და აუ, ჯიგარი ხარ, გაასწორა მაგრა. თოვლის ბაბუის თუ გჯეროდა და რომელ წლამდე გჯეროდა? ამას ღირ ჩავი მე ხა მივინა, ისედაც ძმა. აბა რატო? პლეისმენტი თუ როგორ ებგა მაშინ ცელოფანში როგორ ვატარო მანზე ჩავი აი ნამდვილი რეპერი რო კაცი სული დგული მე ვასება რა აგავაკეთ მადლობა thank you very much იმსახურებ საუკეთესოს იმსახურებ შემოძმე გაიხარე დავიწყოთ სან შეგვილია კი ბატონო მაშინ რადგან 31-ია და ახალი წლის თემები არის სანამ მაგას დაიხურებ აი ტრადიციებთან როგორ ახარ ამ თემაში რა რაიმე განსაკუთრებული ხო არა გაქვს აი ახალწელს როგორ ხვდები და ასე შემდეგ აი ეს თემები ბიჭო არათო რაღაცა ახალწელს ხვდებოდი სულ რაღაცა ოჯახში მამაჩემი სალაძელოს ამბობდა ხოლმე 4-ს მე მივიდიოდი აი იყო ჩემი ტრადიცია ხო და მე რაღაც მამაჩემი არა ისე გემრიელად არის გაგიცნობ ობანა ხარისხიან ობანა ოპა მოხდა ეგარი აი ხლა კაბუ ხარ yes okay ხოდა აზრამ დაჟეხა ეს ნაძვისხეც რაღაცა ცოტა მეზარება რა ის ამის სათამაშოების ხრიალდა რაღაცები და ამიტომ აი ეს რაღაცა სადაც ხვდები სადაც ხო რა გავგარი სადმე ვიღერებს ვიცეგებს და ასე შემდეგ დავლებთ აი კარგია ეხლა ვიმყოფებით მეგობრებო ორთაჭალაში გულიას 20 ნომერში არის საერთო რესტორანი პაბარტი. ხო და ესეთი მშვენიერი გარემო არის, ახლა ჩვენ კუპეში ვართ, აქ ბუხარი გიზგიზებს ამე აქ რო დავამთავრეთ მე თქვენ ჯვარი წერიეთ ჩვენ ისეთ ამბავს ავტეხავთ იქ, იმიტომ ახალი წელია და უნდა დავილოცოთ. ხო და მადლობა მასპინძლობისთვის მოკლედ აკაურობას და ეწვიეთ მეგობრებო. აუცილებლად გაგისტორდება თათვიჩაი. სანტა-კლაუსი და რაღაცები ვახსენეთ ტრადიციები და აი ბავშვობაში როგორი ტიპი იყავი უფრო მაგალითად მიდრეკილება იყო რეპისადმი და მუსიკისადმი თუ როგორი თვითონ მუსიკისადმი ხო მაგრამ რეპი ხო მას საერთოდ ჩემ ბავშვობაში რეპი მე დაკოს ანსამბლი 75 მღეროდა ხოლმე ბესო კალანდაძე ჩემი და ეგ იყო და ეგა და კიდე რაღაცები არ გეშინია არ მე რაღაცები რა იყო ჩემი ბავშვობა ხო ხარ და ეს რაფაელა კარადა ხო მე რაღაცა შეიძლება როკის თემაში როკი ხო მაგრამ პანკს უკრავდით ბიჭო პოსტ-პანკს ისეთ პანკს არ აქვს აი Sex Pistols-ების პანკს უკრავდით ჩემი დარბაზიდან ამყავდა ხოლმე ბარბაშკეს ბასისტი და არ უკრავდა არავინ ხო ხმაურობთ ისინი ანუ კაცი როკერთან იყავი თავიდან ხო რაღაც არც მაშინ არ მღეროდი დიდაც მაშინაც ლექსვრის ახსნი მე როცა ჩილი პეპერსები გაიჩინეს კი ეს ასაკეთებს ეს კაცი მე კი რაღაცა გიურება იგივე კაია მოძღე გაზა მე როცა რაღაც საეპრესილი გაიძო ეკიცნეს ნობზოგი ზოფალკი და რაღაც შემიჩრა და მეც კი ერთი ზუსტი გიტარა ბოდიშის მე მოვაწე აგერ ბლანდებოდეს მე ხარ მოდი საკეთე მიჭება და გაშევს ხო იყო ეგ დრო რომ აი ვითომ რეპერები როკერებს ვერ იტანენ და პირიქით და რაღა თემები რა ხო და იქ მაინტერესებდა რომ ამ როკის თემიდან რო დაიწყე მე აი როგორ გადამოხვდა ჩვენად პლავნად აი ეს შეულობ ხო
Главный поворот налево. ხო, ანუ ის არ გონია, რომ Ai, вообще. საერთოდ დედამიწის არ სინანული და არ რაღაცა მორიდება და არაფერი. ჩვენ რაც უცებ იქაც ვაზრობდი რა, ხო გეუბნები რა ხარ. რაღაცები არ მიმღერია იქ ნოტებით შემიძლია. რაღაცა ხო, ლინკი პარკის მოდი უფრო გამოდის დაახლოებით. არა, ცოტა Sex Pistols. ხო, უფრო ხო. არ ყო ლინკი პარკი ცოტა ისეა. ჰიბრიდული თემა იყო, თან რეპი იყო, თან როკი, მაინც. ხო, მაგრამ ისეთი იყო რა, ის Sex Pistols. რე, ცოტა ისეთი ხო ხარ. ეგენი არ სადარდოს იასნა თუ დევს. არა ბიჭო, არ ვერ ნახავ, იმიტომ რომ ერთადერთი ვიდეო რაც ვნახე იმასთან რა ქვია, ლადოსთან. ხო, იმ დღეს ერთ-ერთ პოდკასტში ბაზრობდა რომ მაშინ შენს გახსენეს კი რომ კაბუცი იყო მაშინ როკის თემაში და ის ძველი კადრები არის პოსტა უნივერსიტეტის წინ ხარ. უნივერსიტეტში და იმაზე ფაბრიკაშია. ფაბრიკაში ხო არეკ რაღაცეებს რომ გაეთ რომ ბაზრობთ და რაღაც ფულიკობთ რაღაცა კადრები. ნაშები რეებს ვამბობ ვაფშე. ვაა. რაღაცია. ახალი ჩამოსულა რომიდან ბიჭო თამარ ბავშვი ვიყავთ და რომიდან? ომი. მე გეტყვი რომიდან რომიდან რა ჩამოვიდა მაგ პერიოდში რომში რო ყოფილიყავ იქაც ამოვიდოდი ბიჭო გადაო. არა, ეგ გამიკვირდა. ომი რა რომიდან ის გადავწყვიტე ომში. ხო, არა, ისეთ თემა იყო რა. ომი იყო რა და მეც გამიწყო წავედი რა ბიჭები შევიკრიბე და დავგაზეთ და არაფერი სიმონიხა სხვაზე ხახა რო გითხრა რომ ომეც რაღაცები და აკაკაკა დუდუდუდუ არა ვიყავი ჩავედი სხვაზე ხარ მაგარი გამიწყდა და წამოვედი თუ დამთავრდა ბოდიშვილი იყო 26-ში ჩავედი და 28-ში მორჩა აი როგორი რომელი პერიოდი ეზიკა რო გამოვიდა გვიშვერდა და რამე და ისო და უკარგავს და რამე და მეთქი მე წავედი და რამე და მამა ჩემი სიმონ გამომეკიდა იქამდე ცხენის ყამდე მიჩები მაინც გავიპარე წავედი და ჩამოვიდა დანეროზებული დაძახა იმას კანტუზის საკარში. ო. აბა ჩემი და სპეციალურად და კაროჩე რა და აი მაგბერტი გაიჩნდა ეს ფაბრიკა ბიჭო და ვაფშე მეთქი ნახე რა კაია თო ხო რაღაცა თავისუფლება სულის რაღაცა ხვდები აი აქედან უცებ ბევრი გოგოები და რაღაცები და ტიპები ვაფშე ჩაკეტილი კომუნიზმიდან უცებ კომუნიზმიც არა აი ხვდები აი გორდას გავყევი ჩემი და ნუ ხედრიონი და გორდა და ტიპები და ხვაზე ხარ და უცებ საყურე გავიკეთე და დავდიდი აბრეზით მაინც ხვაზე ხარ და კაროჩე რა აშვაში იყო ხა ეს ალო არა უშოს დაადუმე და განვა ხო და ბიჭო და ესეთი ამბები რა და ინსპირაცია მაინც ვინ იყო ამ რეპის ხო ხა მაშინ MTV იყო უკვე მაშინ იყო აი როგორ იყო იცი 2 საათზე ერთვებოდა ხო რეპები ხო მანამდე იყო რა ხო რეპებს და რეპები ხო 2 ხამე რა Tupac, Biggie, ალბათ Tupac, Snoopy, Dre, Biggie, Cypress Hill 2 საათზე დღის თუ ღამე ღამე და მაშინ შუქია საათი იყო და ეგ ჩემი ხო ხარ მოვესწრებოდი ხარ ვერ მოვესწრებოდი და ხო კასეტებზე ქონდა ხო მე ჩაწერილები და ბაჩო იყო ამერიკაში დონბაჩო დონბაჩო ვასაპ მანი დანელები მაინც მაგრები დანელი ხო და ის ბიგზაუნი და ხომ ამერიკიდან სიმონ მე რა ვიდეოებს რა კლიპი გაგიჟებდა ხო ჩვენ ვიყავთ განათლებული რეპერი მაშინ ისეთი პონტი იყო კლიპების ყურება საათი იყო რეპის მით უმეტეს თან ხო დეკაზე უკრავდით იმაში რა ქვია კლუბში 2 დეკა იყო სონის კასეტებზე უკრავდით წარმოიდგინე შენ ვაფშე კასეტებზე ნონ-სტოპი და ვაკეთებდი შვილებს პიცარბიო მაგარი ბიჭები ვიყავით ხო არ გადაობ და ეხლა დისკიდან დისკი გადამიქსავდი და გონათ რომ მაგაროჟები არიან წადი ბიჭო კასეტებზე დამიქსეთ კასეტებზე აბა მიდი როგორი ბიჭები ხართ კასეტებზე ბრა აბინა კიდე უფრო кай ხარისხია აუ გადაობ ძალიან მაგარი იყო ბიჭო და ძალიან საბარანცები და რამე და IGA-დან დავიწყოს მე ჩამოვიდი საგაში და ასე ვერთობოდი და რა გვექნა სახში შუქი ჩაქრებოდა და მან დიყო და ხოზე ხარ უკრავდი და კარგია მე აი ჩემი მე ზავ გადავიდი ხეფ-ჰოპში მე ხეფ-ჰოპიდან რა ცოტა ელექტროს ძალიან ავირია მე მაგრამ მაინც გემოვნებიან მუსიკას უსმენ და ვეღარ ვაკეთებ მაგრამ გავაკეთე კი არა გააკეთე პეტრუზა მეყარება მაგ თემაზეც ვისაუბრებთ ეხლა და იმიტომ რომ თბილისი რო ჩაწერე ფაქტურად გაჩერდი და გაიყინე მაგრამ მოახდინა მე რეგულარულად ჩავდი რა მაგ ტრეკმა სვეტში და ეხლაც ხუთშია რა ეგრევე წავწერე დავდი ეგრევე იმაში საფრანგეთში ეგრევე 15-ში ჩავდი დავგაზე
დავტოვე და ჩამოვედი ბიჭო, რაღაც თბილისში რა ხდება ბიჭო. არც ვიცოდი ბიჭო. იქ ხვალ არ ისე ჩამომდენდა რა ინფორმაციები რა. იქ ის მთავარი ის რო იყავი ხო? ნარკობარონი თუ მეში. 20 ეულში თუ რამდენიში 10 ეულში კი არა 40 კაცი დაგვიჭირეს ბიჭო. წარმოიდგინე მეთქი ვაიმე რა ხდება ჩვენს. ვაჰ, არაფერი ენას მაინც სამშობლოდან შორს და სიყვარული და პატივისცემი ხვალ გადავა. ფრანგრეპერთან ჯარში. ბიჭო ხო, მალკო, მაგარი ბიჭია ხალხში, კაი ტიპია ძალიან და არაბია რა, მაგრა უყარს საქართველოს მithina ჩამოვიყვანს ხო. გასგვეძახ და ბიჭოებს გვეძახიან, ხო ისე ბიჭო, ესე გვეძახიან. ბიჭო, ბიჭო, მითხრა მე. იქ ქართველებში მარტო შენ იყავი თუ იყვნენ ქართველებიც ციხეში? ციხეში ქართველების მეტი რა იყვნენ ხო? აღზღადა. და ახლა რომ დაგინახეს შენ გაიჭდე ვაფშე. არა, მაგრა კარგად დამხსენ ბიჭები ვენაცვალე. ხო ის კი გაუწყდებოდათ რომ მოხდი იქ, მაგრამ ის გაიხარდებოდათ რომ ხო ბიჭო, რას ლაპარაკობთ, იგრები ხარ ბიჭებო ჯან. კენაცვალე კუშკოსის უყურებს მიყვარხართ მოგიწყები აქედან. კაი, პირველი ტრეკი იყო ვისკლავ შენ. იაპ. რომელიც ხა მე და შენ შორის არის, შენ ხარ 51-ის? თუ 11-ის გავხდები ხა აგვისტოში. ხო 51-ის ვარ მე, ხო და 10 წელია ჩვენ შორის განსხვავება, მაგრამ მაშინ კიდე სხვანაირი თემა იყო რა. მაშინ ცოტა ბავშვი გამოდიოდი ხა. ძალიან პატარა იყო. ხო და აი ეს ვისკლავ შენ რომ გაიჩითა რაღაცნაირი ერთგვარი ხა მე მოგწერე კიდევაც მესენჯერში რომ რაღაცნაირი ინსპირაცია იყო რა, იმიტომ რომ მით უმეტეს საქართველოში ხა ბერმა ახალმა თაობამ განსაკუთრებით უფრო აი შავი პრინცისგან და ამ თემაში იციან რომ შემოვიდა და ეგრეც არის ხო რაღაც პონჩკუთაიციდან რა. ხო რაღაცა თავისი როგორ აქვს, თავისი იქნა რომელია. ხო და ჩემთვის ეგ თემა იყო რა, კასეტა იყო თბილისი, მახსოვს ესე უშვებდა ხოლმე რაღაც ტრეკებს და ქეთი მირეკულაძეს გვერდზე და რაღაც და უცებ კაბუს ვისკლავ შენ გაიჩნდა და მეთქი რა კაი რაღაცაა ხო ასე ხარ და მე უცებ წარმოვიდგე რა კონტრასტია და გავაძრე სტუპის დოგი სტაილი ალბომი. აუ მაგარი. და აი მაგა შემიყოლა იმინა მეთქი. მაგარი ალბომი ვაფშე დედამიწაზე თუ ვაფშე ჩიფანკში. ჰიპ-ჰოპი თუ რამე გაკეთებულა იმ პერიოდში და ამ პერიოდშიც ყველაზე დედამოწმული ალბომი. ყველაზე მაგარია ბრატ. აი ეგეთი მეორე არ ვერც გააკეთებს. ვერ გააკეთებს. ეგეთ მაგარს ვეღარ გააკეთებს. ხოლო თან მაშინდელი დროის სნუპიც კიდე იასტასპარიყო და ყველაზე მაგარია თქო გეუნები ატვიჩაი ვარ. თავის პერეხოძებით და თავის განლაგებით და თავის ყველაფრით ძმა, თავის ფლოუთი და თავის ყველაფრით. ხა დოქტორი ხო? კი. რანაირი არის? დოქტორია. აუ რა კაცი, ხა ის თუ ყველაფერი მithრა გაკეთებული ამ დამპალს ბიჭო. ძველი ო მაიმუნობებით. ხო, და ლუპები და მეთქი. მაგრამ კარგათაა გაკეთებული თავი. ხო რა. თავი. და ის და აღარ არის მაგისი. დოქტორ დრიგიაძეა, მაგის არ არის. მაგარი კაცია დოქტორმა. ის მევასება კიდე სნუპის რო იყო what's my motherfucker name გრაფის ქონა გაკეთებული ქართულად კიდე. რა მქვია მე? წაროში. ო, მეც ხო იმ ხნის ავარ და მე სულ მახსოვს ეგ ყველაფერი, ეგ თემები და იმ დღე ძვალისთან მქონა პოდკასტი და სულ გავიხსენთ ეგ თემები 90-იანები რაღაცა დვიჟენიები და ჯერ რეპი იყო და მე თეატრი თუ როგორ შემოვიდა? თეატრი ხო ჯერ თეატრალური ინსტიტუტი იყო. და იქ რაღაცა სულ რეპავდის კაცო ხო ეში და სულ რაღაცა სამბავში ვიყავი. ჰიპ-ჰოპი ძალიან მიყვარდა რა. სულ რა. აი მე ხო გითხარი რაღაცა ეჭვს მოსმე. ჩილი პეპერს მოვში დამბრიდა იურვეიჩი ვაფშე. ძალიან გასწორა რა მაგარი ვეში ახლა დიდი შემოსვენ ხო და მე ზავი საეპრესილები და ამ ინსტინქტი ბირიალი და ვაფშე. ხო იქიმონი კრის კროსები და net by nature და ვაფშე დაბრედა ტიპები და ლოუნეილები მე რაღაც გოგები არ დაბრატები და ეკიმები და კაროჩე აი ძალიან ბიჭო მაგარი რეპი იყო რა ძალიან მაგრა დასწორებდა ბიჭო ძალიან უსხული არის ძალიან ყველაზე მაგარი უ-თენკ ხო აღარ იქნება არა ამდენი იყვნენ ძალიან ბევრი ბრატ და ძალიან ყველა მაგარი ბიჭი იყო ხო თავისი მანერა ქონდა ყველას თავისი და ერთად კიდე რაღაცას ქმნიდნენ ხალხი ფურცლები რომ გამოდიან ხო ტელევიზორში ჩემის და დისავენ ძველ ბიჭებს გარდა ბებერებს ჩემის ეს მაშინ გაკელი ხო აღარ მღერის დედა მოუწნა იმი რა ბიჭია იმი თქვი რა მარშალ
50 წლის ასაკში გირეთება დადროპა გიჟი ალბომი ტიპა ბიჭო ტიპი იმია დაბრიტა ბრატ აღარ მღერის ტიპ დასაჯა ისე რა ძალა იდგა იქ პოტე რავი ხო თქოს თუ იქ ვიღაცებმა ჩვენო კი MC-ები ვართო და ბაზარი არ არისო ჩვენც ვიცით ცოტა შეგვიძლიაო კაცო ფრისტაილ ეს ამასთან რა უნდა ეს არისო ამასთან რა უნდა დაო იმას რატო ხნა ბოდიშვილი ეგრე მაგრა არ ევასებოდა მე ვფიქრობ რომ ალბათ მენეჯმენტი რაღაცა სახელი გავიკეთო ალბათ შეიძლება მაგრამ ეს რო დაინძრეო და შეიძლება არ ფიქრო მაგრაშიც და მაგრასთან დიში როგორ შეიძლება ბიჭო ტიპი რო იწყებს თუ არ გააჩერე არ ჩუნდება ჩემი და აზრიანად ყვება რაღაცა კი ბატონო გიჟი დაბარული ნინარმარიც არის ეგ თემა აი ხარ ახან ერთგვარი დისებს და მაგ თემებს ვეხებით რა ერთი თემა რო ვაკითხო არ შემიძლია და შენ ვიცი რომ ჰალალი კაცი ხარ და ჰალალად ვიფიქრებ რა კარჩე გაბუნიასთან რო იყო შოუში ბეთლი არა ბოთლის თემა რო იყო როგორ თემა გეტყვი ხარ რა ეგ ბიჭები ყავს ხოლმეც რა იმაზე რა პოდკასტებზე ჩვენ მაგას არა სხვა რამეს ვიცი ბოდიში გეტყვიეც და მე ხა გადაცემებში წავს ხოლმე მივდივარ ვესტრები და როგორც შოუ და რაღაცა მე პირადად მევასება მაგრამ ჩემი აზრი იციან რა მეც მაგნატკომი მასტერას ნოზაძეს რომ ეხა მე კი მევასება როგორც შოუ მაგრამ მე იქ არ დავდგები მაგალითად რომ იმეს დავაჯო ან იმეს დავაჯმევინო ხო და მე იცი რა ვთქვი რომ შეიძლება მეთქი თქმის ფორმის ამბავში მეთქი ესე თქვა თქო მაგრამ აი ესე რაღაც დაირათ კაუჩი რაღაც მოჩი ნაწყენები იყვნენ ბიჭები მახსოვს რა რომ გადაგვიარაო ცუდად იმიტომ რომ ჩვენ ესაო დედებს აგინებინოთ ისაო ცუდად არ აგინებენ ჩემი დედაში მე ვნახე რომ აგინებდნენ ბრატ ყლეო და ფსიროს და რაღაცებს ეძახიან და ეხა არ მოსულა ჩემი დედაში ხო ყლეო მიწას იქ ვიღაცამ დავიჯდა დავახეკი დედას მოუწყნაო ბიჭო თავს გაუპო ბოზიშვილი ხო იცას დავად მივალიდე იქ რეგრევი ყლეო მიწას ჩემი დედას მაკაცაურსკა ჩემთვის ყლეო ბიჭო გაუსი აი გავასისხლია არ შეიძლება და იმიტომ რატო ბიჭო მიცნო ვაფშე შენი დედას მე შევეცი რას მაგი ვაფშე რატო მაგინე მიცნო ვაფშე მიცნო ვინა ვარ ხო ესე მართლება რომ თო სპორტული ვისაც ჩემზე დისია კიდე გაკეთებული და არის ახი ხოლას დედის პირში შევეცი მე კიდე ზევიდან აეხა ვიტყვი აი ეხა ვამბობ თქვით ვინახარს ბიჭო ვისაც ჩემზე გაქვს ლამაპარაკები თქვენ ბოზებო და არის ახი თქვენი დედა შევეცი უყოლას არა იმ დღეს პირდაპირ ერთ-ერთი გადაცემაც იყო და ვიბაზრობდით და პროსტაო გასატეხი იყო რომ ჩვენც არა ძმა ვის არ გეხებით ძმებო თქვენ შემოგევლით არ აქვს ხენი ვისაც არ არის შესახები არ გეხებით თო მე ვის კი არა ვარ გიჟი კი არ ვარ ბრატ მე რას ვნახე ის თქვით ეხა მე შეურაცხყოფები სიმონ მე ვიცი შეურაცხყოფები რომ აქვს მისაყენებელი იმას უნდა მიაყენო მე რო არ მიცნო ბიჭო მე შენ ვირიშვილო ვიღაცა ხარ მე რო არ მიცნო ბრატ ვიღაცების ნალაპარაკები და რაღაცებს იღებს იმოდა წერ ბიჭო და მაბრალებ შენ ბოზო მართლა შენა ვიღაცა ხარ იმოდო და იგე რომ მაბრალებ და რაღაცებს რომ მეძახი ბიჭო ეხა მე შენ რომ დაგიძახებ ცოტა ხანში და რაღაც სიტყვებს აგახსნევ და ვერ ამიხ მე დედის პირს რომ მოგიტყნავ მე ეს რა ვქნათ აი მე რა გავაკეთოთ კი მაგ კუთხით ხო არა რატო რა უბედურება ძმაო რატო დისი გაგე ჩემის მოტყანს ხვისი ბიჭო რა დისი არის ჭორაობა, ჩვეულებრივი ჭორაობა, ამერიკაში მოსულა. აქ არ მოსულა ჭორაობა, თუ რამე გედისება მოდი და მითხარ. დისიცი. აი გარი ქართული პონტი. არა ქართული კალა ადამიანურია. ხო, ანუ მაგას ვარ, რა მილექსა, რა მეშაირები შენ დედასაც შევეცი. ხო, ეგ არის ქართული პონტი. ას მეშაირები მოდი და მითხარი თუ რამე გაქვს საქმე და აგერა ხარ ბიჭო საქართველოში, გინდა ბათუმში იყავ, გინდა ქუთაისში იყავ, გინდა სამცხე-ჯავახეთში და გინდა სვანეთში ბიჭო. ჩამოდი ბიძა და ან დამირეკე რა უნდა ჩემთან დარეკვას მე ყველა მზი ჩემი ტელეფონში და მითხარი რომ აი ეს არ მომწონს ანუ ჯერ შენ არ მოგწონს შენი დედას მე შევჩენ მე მომწონს აბერტ მე მკითხე ნუ ხა არა ხოლმე ხარ შენ ყოველ შემთხვევაში არის მე რომ ძისავ ბიძა ჩემნაირი ჩემდენ იცხოვრე შენ გაკეთ მაგასვამობ რა ეხა შენ წონა გააქვს ამ თემაში მოყოლილი ბიჭო გაიგე ვიღაცების მოყოლილი რაღაცებს მდგანან ვიღაცები მე ვიცი ხა ვიღაცებზე ვლაპარაკობ ზუსტად ვიცი კაცოდად მიხვდებიან რასო გაიგე არ იცი ჯერ ვიღაცებს კაროჩე რაღაცებს ეძახი ხვევს კიდე ბიჭო გაიგე მარტო მე კი არა ხო და ის ხები არც იცი ვინ არიან ბიჭო ხო ანუ შენ პონჩიც არ ჯდება რა ხო და არ ჯდება კი არა არ შეიძლება ზმაკაც როგორ შეიძლება არ მიცნო ბრატ ვაფშე ვიღაცა ხარ შენ თო მე შენ შეგეხე როდის მე ვაფშე მითქვია შენზე ხმა ვაფშე ამომიღია ბიჭო ამ ხელაინა რო გაძმოაგდეთო რა შეგსურდა ესეთი ჩემი მეტი არავის შეგსურდეს შენი დედა შევეცი რა მაგ რა დამიშურეთ იობუაშუმად ხო და
ისა რა ქვია კაროჩე რა ხვაზე ხარ ბიჭო რაღაც ამ ხო არა კონკრეტულად მაგ თემაზე მაშინ რომ არავის არ გეხებთ ვიღაცები ვიცი ხა ხვაზე ხა გავიცანი კიდე ვიღაც ბიჭები და გეუბნებით ბრო კიდე ეს ხა ვაფაგერ ბრატ გეუბნებით ღიად არავის ნუ ვისაც არ ეხება ბოზიში არც ერთს არ შეგხებათ ვაფშე ნუ გწინთ ურაფერი თო ჯიგრები ხარ რასაც აკეთებთ მაგარი აქამდე მოსულ ხართ ხა მე რა უფლება მაქვს თქვენზე ვიღაცები განგსტაჯოს და რაღაცები. პროსტა აი ბეთლის დედა შევეცი ხა დედას რომ აგინებს ვიღაცა წირომით და თან უთმენ ცოტა მეყალებება რა. მესმის. არ შემიგია მოუტყნავ გამზდელს ბიჭო. რას ქვია მაგინებს ბიჭო. ხო მესმის რა ექთები კი არა არც ერთი ვარ ემინემები და არც მე ბასტარაიმსები ხა ჩემი დედა შევეცი. თუ მანდავს მაგ ინდუსტრია კი გასაგებია ბიჭო მენტალიტეტი სხვა გვაქვს. ხო და საყურე მეც მიკეცია ბრატ 93 და მიკეცია ეხა კი არ გავიკეთე მაგრამ ეს კი მას კი არ ასulis ბიჭო რაღაცები შინაგანს ჩემს ხო და მაღაზე მქონდა მელაპარაკო შეიძლება თქვის ფორმით მეთქი და რა თქმა უნდა ხო შეიძლება რა თქმა უნდა ისე მითხარი თო მიკ უფრო მაგარი არ არის ბიჭო რა უნდა გინების გარითმოს ბოზიშვილი არა უყურე როგორი თემა გაიჩნდა რომ ტელევიზორიდან რაღაცნაირად თუნდაც იბაზრა კაბუმ ჩვენზე რაღაც აუ მე ვიბაზრე რა კიდე მოდი მითხარით აბა ვინ გეწყინა ხო რაღაც ხო ხტები და მე აგიხსნით რა ვიბაზრე კიდე თუ რამე გეწყიათ მოდით არა კაი აქედანაც რო ეხა ვეუბნები კიდე ვეთყი ყველა გადაცემიდან ბიჭო აიცა ძმა არავის არაფერს არ ვუმალავ თუ რამე თუმალავდი ბრა აიცა გადავარესტარტო всё ეგა ვაფშე არ მალავ არაფერ და არ ვქმალავ ჩემი თუ რამეს ვაქვს თავში ვამბობ არ ვჭორავ არავის არ მიჭორავ ჩემ ცხოვრება მე გიცნობ ვიცი ხო და თუ იმიტომაც არ ვასები არავის ბიჭო რა ვიცი არ ვამბობ არავის ჩუმა და დამალულა სულ ვამბობ ღიაც ბიჭო რა და სახელსაც ვამბობ და გვარებსაც კიდე თუნდაც ვდისწავ რა არავის არ ვდისავ ჯერ იგი თუ რამე გასადისი მივა და გავდისავ და გავადედის მოტელებ რა უნდა დადისვა იმას ბიჭო შენგან დისი მე არ მომისმენ არც მოისმენ ბიჭო რა ჩემ ყველას მე არ მომისმენ დისი არა სხვისი ბიჭო ძმისი კიდე კაი მოდი მაშინ ცოტა იქით გადავიდე და შენ შესრულებულ როლებზე ვისაუბროთ მაგალითად გაღარდის ნავი, ყარაბაღი, ჩეცედე და ასე შემდეგ რა. ჩეცედეში ცოტა თქოს მაშინაც თქო რაღაც თემაში დაკარგული იყო თქოს დაკარგული იყავი არჩანდი და მანდინაც კიდე წამოვიდი კიდე ერთი ტალღა დაუშვათ რა, იმიტომ რომ ამ მუსიკის თემაშიც კაცი დაიწყებ ჩერდები და მანდ კიდე სხვა თემა გაიჩნდა. მე შენ გეტყვი რა ხდება რა. მაგარ პატივს ჩემს უყოლას ვინც იწყებს და არ ჩერდება რა. მე მქონდა იქ პერიოდი რა ვჩერდებოდი მე ძმაუჯან მის მინდა ეხა უყურე თეატრალური ინსტიტუტი თან პახულ პარალელურად მაშინ რეპის კეთება ძმა შენ ხო გახსოვს კი როგორ მარტო სტუდია რა ჯდებოდა და როგორი ზნელი იყო ნეკნი უნდა გაგიხი წარმოიდგინე ძმაო რეპეტიცია დილას შუაზე თუ გავძრებოდი შევდიდი სტუდიაში ვწერდი მე გამოდიდი კიდე რეპეტიცია მქონდა მე სპექტაკლი ბრატ წარმოიდგინე I'm აბიდუბიებში მოვახერხეთ ჩავწერე ბიჭო ალბომი კონცერტებიც ყველაფერით მე თელი ამბები დუდუკი და ბაზ გიტარა და კაროჩე სიმონ მაგ წარმოიდგინე მე ისაები მაგამურილი ჩემი დედაოდი რა ჯვარი გეწეროთ პოზიშვილი ძმაო აი მე არ მინდა კიდე ლაპარაკი კიდე რაღაცები და ვაი აგა გამოვი ისეთებია ბიჭებს გამოვლილი მე არ დამესიძრება მაგრამ აი მე ვიყო პოზი სიმონ თუ რამე დავამატო ისეთი დარღმიანი რაღაცები გამოვიარე და გამომატარა სიმონ რაღაცები არ არის შენ გონები ნუ დაბალი არა ვიცი შემთხვევაში მარტო ჩემი ბრალე ბრატ პროსტა ვერ ყველა ვარიანტი გავჩერდებოდი რა უნდა გავჩერებული ყავ კიდევ სხვა გზა არის იმიტომ რომ არც შეიძლებოდა უკვე მოხდეთ ავზე კიდე საფრანგეთში მე მაგის გამო და ჩამოვიდი კიდე გავიყავი ჯანზე მე გამომისო კორონა ნაბოზარმა თორე ახოძე ვიყავი სიმონ ჩამოვიდი ეგრევე კონცერტები გავცხდი ბიჭო ბენდი ხო ხარ დამიხვანი ბიჭები ბენდი გამიყვანეს ხო შორის მადლობა მინდა უხალო ძალიან დიდი მაგის გამო და წელი ჩემ ბენდის ბიჭები და გოგოები მოვიკიცხო ბიჭი გაკოცეთ გინას ბენდის სხვა სიამოვნებები ის როგორ ბიჭები იყვნენ დარიან აი შეზმობას ვიზამ მე წავდი ბებრაცი უფსხულში მოვდივარ და მოვდიოდნენ ჩემი აი მაგარი ბიჭები ძალიან მაგარი ლარზე უნდა ვიმღერო მოვდივართ აი ხო ჩემები რა და ებოდები კიდე ჩამხა ამერიკაში ჯანსონა ჯანსონა ეხლა გიტარისტი მაგარი ბიჭია ჩვენი ძმა არის და კიდე ავეწყობით კაც არ არის პრობლემა და
გავცხი ბიჭო და არ მომიკორონა ამ კორონამ შეფი და კიდე გავჩერდი კიდე და არა ავეწყობი კიდე ძმა უეჭველი დედას კიდე ვიცოყო დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგრა გავახარებთ ყველას ჩემთან რო გაიჩნდე და რატო იცი რომ ხა ტელევიზია ყველაფერი გასაგებია ეს ინტერვიუს ფორმატები და ვაიმე ეს არა ვთქვა ვაიმე ისა თქვა და პოდკასტზე მაინც YouTube-ზე კიდია და მაინც გულიცული დიბაზრებ როგორც გინდა რაც გინდა და მეგობრულად და პონტია მაინც რუსთავერებში ლაპარაკობ ხოლმე ესე და ხა მაგის დედას ხო არა ვაფშე მაგ მაინც ისეთი პონტია რომ გულით პრო სხვა თემაა რა ხო ბიჭო შინაურად მევასება რა ისე რა და ეს ქაღალდისნავი როლი იყო პირველი ხო თუ იქამდე იყო კინოში ხო ფილმში მაგრამ მაგარი კაცი ეხა ფილმს იღებს ეხა კიდე მე რა იყო დამაკავეთ რამეში კიდე ბიჭო რა იყო არ მომფლავარ ჩემი დედა მაგარი იყო ეგ მაშინდელი დროით პატარა ვარ მანდიცია პატარა ვარ ჩემი მოგიწყო გერშო ყარაბახის თემაც ძალიან კარგი იყო ძალიან მაგარი იყო ლევანს სხონებული ლევანი ძალიან გზას ვისაუბრეთ პირადადაც ვიცნობდი და ძალიან ბევრი რამე შეეროვდა მაგრამ ეხაც მაგარად მიყვარს კაცო ლევან სხონებული მართლა სხონებს ეგ მეძახდა მარტო ფილმში კინო გადაღებაზე რა ვქნათ ბიჭო არ გადავიღოთ კინო მოდიტო შენ და მიშა რო ვარდით იქიდან რა იქ ყველაზე იკონური მომენტი რა და რაღა ხო იცი რომ ფილმია და აი მსახიობია და ასრულებს მაგრამ აი რაღაცა ისაა რა ვაიც ხოვაზე ხარ რა უყურე შენის უნდა გენახეს იმ ლევანა რო დამძახე პორინცემო საზღვაო მოდი ბიჭო რა განახო და მივედი და ჩემი საფლავის ყო არ მანახეს ვაი მე რა ეს ეს რა არის თუ მე კაცი მოგწენს ისილი ჯანზე ვარ ცოცხალი ვარ ო ჩემი და მიშას თქვა ხო გააკეთე თუ საფლავო და იმის რა ქვია ჩიცოდეს თემაშიც კიდე ძალიან кай პონტი იყო და შენ ჯვარი წერია და კოტეზე რა სულად დაემთხო ბიჭო ჯერ ხო ყოლა დაიბრიდეთ და მე გავა მეორებინე ვინ კოტე თოლორ დავამეთქი აზე ხარ მე ვერ დაუდა ჩემო ძალიან სულად დაემთხო ზუზუ მე კოტე მე სპარა თვითონ აი ეს თემა დაემთხო ძალიან სულად და რაღაცნაირად რა და მან დიმინა აი სხვანაირად იყავი რა საღად ყველაფერი ჯიგრულად ჯანზე და საკაიფო მიშა შვილდაძეს სამსახურებმა მიშა გენაცვალე მოგკითხე ჩემგან შენ მიშა შვილდაძეს ბოზიშვილი იყო მე მაგ ბიჭი არაფერ არ მეთქი საერთოდ ცუდი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ძალიან დამეხმარა მე იმას ვაჟაზე ვნახე ბიჭო და მეთქი მიშა ერთი წუთი გეხვეწები მეთქი სიმა ხო რაღაცებს აკეთებს მეთქი ჩემი დედავატი მეთქი არაფერს არ ვაკეთებ ბიჭო ესე ცოდო ვარ მეთქი ბოზიშვილი იყო ცოტა ნიჭიერი ხო ვარ მეთქი ცოტა ერთი წუთი და წამესი წააგა არც მახსოვდა მიშა ჩაიწერა ჩემი ნომერი არც მახსოვდა და მესამე დღეს რა კაზავასნო ხამი ბოზიშვილი ხო ისმენე ხვალო მომზანდიცო ბატონო კახაო გადაღებული ბატონო მე ვიმზადებით ჩემი მეთქი შენ გემას როგორ გამიხარდა ჩემი მაგრამ გამისტორდა ბიჭო ჯერ ეგერთი თან გაიხანე იყო მაგარი გაიხანი და თან პახოდ მაგარი ხალხი მაგარი სერიალი პახოდ ძალიან მაგარი როლი ბიჭო არ მანამდე იყო ისა რა ქვია ჩემი ცოლის დაქალის ქორწი ერთ ფილმი და მე თქმა უნდა დამთავრდა ეგ ბაზარი რა და კი არ გამიწვა და რამე და კი არ გამიწვა გული დამწესავის რა და ჩავეკვე ხეს გაასწორა მაგრამ ბიჭო მევასება რა ბიჭო მევასება რა პროსტა მე მარცხება ხომ რაღაც ჭაყობები ჩემები რაღაც დაგვიანებები და ბოზობები და აღარ მეძახია ბოდიშით სუყასთან მაპატიეთ ის თემა მინდა ერთი კიდე გავიხსენო ბევრ რამეზე შეიძლება ხა შენთან საუბრე ზოგადად მაგრამ ქულიო რო იყო აქ ხო გახსოვს შენ და კადარია რო ახვედით მთელი ამბავი რო იყო ხო აი მაგის მოგონებები როგორი არის რაღაც ტომში მაგდღის ძალიან ბევრი ემოცია მომაწვა გაიგე და აღარ ვიცოდი რომ ეკრა ჩემი დედა ნაიგრიშიო ხო თეატრში ხო მე კი ამას ბიჭო რა და ნაბოზარმა რა გააკეთა თან მე ცხონებობა იცი შეგვაჯიბრა თუ მე რა ჩემი ფეხები ვიცი თუ მე პირველი ბეთლის სტილი მაშინ იყო მაგრამ ვერავდა კადო მას ჩემი მარგიო გემიცვალი არ იყოს იმ პადარკა კადო ჩემი და არც მე არ ვიყავ მაგრამ ის როგორი პონტი იყო ეხლა ის იყო ახალგაზრდა დამწყების მოჭმული თუ რაღაცა ეგონას ვიღაცებს და ეხლა ხარ და ძალიანაც კაი ეგრე რომ მოხდა მაგრამ ბიჭო იქ პროჭმა წარმოგვადგინა სხვანაირად გაიგე თავის პროჭი ამერიკულად დედა მოწყნული ამერიკული ვაზი
და კინაღამ გადაგვამტერა ბავშვი ხო კიდე კაცი ყოვისაო ვიხმარე დიდი ვიღავი მე უფრო ჩემი ვადა სორე ის ძალიან გამიწ მაგრამ იქ მოვიდა ზანგუნები მე გადაკოჩა ხო არა გააჩნია როგორ ყოველთვის მაგას გამოხატვის ფორმატი ხო ბიჭო თორე მაგარი სხვა ემოციები მქონდა ბიჭო ხო არ გადაო ფეხა სიმონ თან მე არ მინდოდა თან ისე წარმოადგენეს რომ რაღაც დამწყება კაბუს აჯობა თუ რაღაცა ქართული კონტენტი პოზი თუ მინდოდა უსნობა ბიჭო ადი კიავალკა შენ მინდა გაჯობოს და რაღაცა არა განამაჯობოს არც ვიცოდი ბიჭო მაგას თუ აპირდე დამოწმე თუ სადავიდოდი შეჯიბრი მინდა მე ბოზი შეჯიბრი კულიოზია ბაზარი ჭიდაო ბაბოზიშვილი ხო და იმიტომ კი არ ვიმე მომიგებს და გამიწყო ერთმა გაომარჯოს ერთმა გაეხაც ბიჭო სიმონ ვიღაცებს თუ გონო გულში ხრძო მაგ და ისე უსმენ ვიღაცებს ძალიან ბრაცი თო მაგრად მიყვარხართ კიდე გეუნები და მაგარ პატრიშონს სულ ყველას ბიჭო ერთმანეთში რადისებიც არ უნდა კონდეთ ყველა ძმაო ბრატ ვინც აღარ ახლები რო იცოდეთ ბოზიშვილი ხო თუ კარგია ვიღაცის ვამბობ რომ კარგია თუ ყალეობა ვამბობ ყალეობა რა გავაკეთო არ ვამბობ რომ კარგია სირობაზე არ ვამბობ კაი ყველა მევასებით ვაფშე მის კაი საკეთებს ბოზიშვილი და ჩამოვთვლი მის ხარს კიდე ისე კი არ ვიტყვი გასული ეგ რაღაც პროჯექტები რო ინფორმატიული ლაპარაკობენ და რო არ დახარებენ და შევეცი და ამ თუნ ჩენზე ამბობ მოვიდა პარიატკაში მოგიტანავს დედის მიტყვი აი ბიჭემი დედაში აბრაო ბედურება ბიჭო რატომ მაგინე ბიჭო რატომ ლანძღავ და მილანძღავ ირგვლივ უყოლას ბიჭო შენ ხო არ უბერო რატო ბრატ რა ჯერ რა დავაშავე ეგ მაგის ფასის მითხარი ბრატ მე მიცნო ბიჭო მაგებს რომ კადრებ და მაგებს რომ მეელაპარაკებ და მაგას რომ მეუბნები ჯერ მიკითხე ბიჭო ვინებთან მაკაცობ შემისა შენ ვინები მყავს ირგვლივ და კლუბში და წრეში და ვაფშე ვინები მსემენ პატრის და ვინებს მსემენ პატრის შე ფარჩაკო და მე ილაპარაკე ეგენიტო არ არის მართალი ბრატ კი ბატონო ძმაო გამოაგდებენ ენებს ამხელად და ვინც ახარ კაცო ხო კარგად იცი ვინც ახარ კაი მოდი ცოტა ჟიზნენი კითხვებს დავაისო ძმაო რო ცოტა სხვანაირად დავანახოთ კიდე შინაგანი სამყარო რა რას ხედავ შენი შვილების თვალებში ისეც რაც გაფიქრებიოს რომ სამყარო იმეზე უკეთესია ვიდრე ხანდახან ჩანს სიმართლე გითხრა კი მე გეტყვი ძმაოჯან სამყარო არ არის იმაზე უკეთესი ვიდრე ჩანს რა თქმა უნდა მანდ დავიწყებ სიმართლე შეხელ თვალებში დირო ხოდირო მანდ დავიწყებ ეგ ერთი რაც არ უნდა პესიმიზმს აღიქონ ვიღაცებმა ეგრეა ბოზობა და ბოზობა დარჩება ჯერთა დახართ მოდი ეცოდი გავაცორო ეს სამყარო ჩემი დედა რაი ნახე ჯერთა და ამას რა ეწყინა ეხლა იმიტომ რომ ბევრი შევიგინე და აირია ბოზი შეგვილი ეს ხო არ გათიშვილ ალექს შეგვილი მე კიდე იცი რა მან ხალისებს და მაიმედებს რომ აი ამ საშინელებებს აი ჩემნაირად არ უყურებენ რა მაინც სწავლობენ ხო მაინც უხარიათ მაინც იღიმებიან რა და მაინც თვალები აქვს ანთებული ცეცხლი სავსე ნაპერწკლები და გენაცვალეს სუყოლას ბავშვებს ვაფშე ეხლა თაობას ჩემი შვილის თაობას გელაპარაკებით სუყოლას მარტო ჩემი შვილებზე არ მაქვს საუბარი მაგრები რეპისკენ ხო არა შენ ბიძრეგილება ბიჭო გოგოს ის თუ სწორედ მახსოვს ისტრეკი რო არის ვიღაცას ხმალი ვიღაცას თქო მანდა შენი ბიჭის არა ეგა მაშინ ჩემი ბავშვის ხმალი პოტერი ხმალ ლაპარაკობდა მაშ ვერიზავდა მაგას მარტოღაც მეგონა რომ შენი ბიჭის ხმალი ჩემი არ თორე როელაპარაკა მაგრამ ბავშვის ხმალი ხო გავაძრე და მე ეგრა ტრეკი აქ მოიყვანეს მეთქი ეს ბავშვი ვიღაცას ხმალი ვიღაცას თოფი ვიღაცას გავიდები დედას მოგიტყნავს როიზავე აი ეხაც გამაჟრიალი ეგ იყო იმენა ტრეკი რა გარო მაგარი ვეშია ბრა მაგას გავაკეთე უეჭველი გავაკეთე ახლა მაგასაც და კიდე ერთი ორი ვეშია გულში ბიჭო როგორ ჩამჩა იცი ეგრე არ უნდა იდოს გაიგე მაგარი მიწდება და უეჭველი გავაკეთე არა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ტრეკი გაკარგი მაგრამ გამორჩეულად დიხარ გულს მინდა გავაკეთე იცოდი on დიხარ გულს რა მაგარი ლექსია იცი და როგორ ბიჭო იმ ბიცი არ მევასება რა კი კაი არა ცოტა მისკენ ჯაზისკენ არა იცი როგორ უნდა ის უნდა ბუმბაპი უნდა რაი ბონსი უნდა რა იცოდე უნდა და მოიხოდეთ მოიხოდეთ დედას მოიხოდეთ აი გაგრას ტრეკებზე ვბაზრობდა არის თუ არა ტრეკი რომელსაც დღეს სხვანაირად დაწერდი ან საერთოდ არ დაწერდი იმიტომ რომ შენი შინაგანი გაწყობა შეიცვალა კი არიან ეგეთები
არის ეგეთ ტრეკი. კი, ალბომში არის ორი ცალი, დაჟე არ მახსოვს რა ქვია პოზიშვილი. მაგრამ აი უნდა ხარგოს ეგრე არ ჩავწერე, როგორ ჩავწერე. მე ვიყო ზორო. მაგასაც და იცი რა იყო ბიჭო? არ იყო რა იგიც რეგიონალ მექნა რა. ყველა ვარიანტი შეგროვნა მექნა, იმიტომ რომ იქ მარტო მე არ ვიყავი, გაიგე იქ ერთი ჩვენი ძმა არის, მოდი ვიტყვი სონა, მის გაკეთა ეგ ტრეკები. ჩვენ არ ქონდა მაშინ ბიჭო, მაშინ არ ქონდა რა ჩვენი რა ქვია ზუკების ბანკი და რაღაცები აქ გაიგე არა ქონდა გიგო თემურას ქონდა იმას ქონდა. მე შემოვთავაზე თემურასთან გაკეთება ბიტების. მაგრამ მეთქი არის სონა ისეთ პონჩი იყო, ხდები ერთი თვალს ვერ ხედავს. ცოტა ხელმომჭირნეც იყო. მეთქი რაღა მარტო მეტო აგე. ჩვენი ძმა და გააკეთე სამანას მეთქი ცოტა ფულები გაიგე? და მე ხარისხის და რა უნდა იყოს დიდი ხარისხო რომ ვერ ვსქვათ მეთქი თო აიგე? არ ვიმართებ თავს მე ვიყო ბოზი თუ ეგრე არ იყო მართლა ეგრე იყო და იმიტომ არის ცოტა უხარისხო თორე დედას გეფიცები მითხრა მე თემ მარაკო თემ რა პრობლემაო მითხარი ბიტმეიკერი და მე ვცხარი ბიტმეიკერი არის სონა ხო ასე ხა სონამ გააკეთა გენაცვალე შენ ნიუ მაგრამ მევასება ხო არა ნიუ სკულიც ძალიან მევასება თუ მაქსიმე ბიჭები ფლექსი რამე მამა ფლექსი რამე ჯიგრები ზაზა ჩემი ზაზა ხო კი კაცო ზაზამ ძალიან ბევრი ბიჭები რესპექტ ბოზაი ძალიან მაგრები ზაზას უსასრულო ფილმი გინდა ის გინდა ეს გინდა მაგ რეჟისორობაში იგი კაცია შავი და შავი სამი ფერი მიყვარს შავი კაი სერიალში დამიძახე ბიჭო მეორე სეზონში თო არ გადაობ ზაზა ბოზი იმაში არ უნდა ყოფილიყავი მინიმუმ ჩემპი და ჯერეგერცი დამიძახე ეს სერიალში ან ექიმის როლში მაინც გაჩნდა რა წესი როლი ჩემი დედაც როგორ ვითამაშებ რა დედას მოუწვა ბიჭო ის როგორ იყო დილით პიდარას თამაშობ საღამოს მეფე პოლიციამ რაღაცას ნაბრალებს და მე აღაში ჩემო ესე წამის მიგე მე რო მიყურე ბიზა მე ხა მაგ პიდარას თამაშობ მე ფონა ვითამაშო მივდივარ ხო არა პაცია ხელები რა უნდა მომაწყო შემიძლია ანა მაგ რა თამაში ბიგერ ეს საათის როგორ პოულობ ძალას რომ ყოველი დაცემის მერე ისევ ადგე და გააგრძელო გზა რა ბიჭო მეგობრები სიყვარული ბიჭო ახლა სიყვარული ადამიანების რა ბოზიშვილი იყო რა იმდენი სიც მომაჩუქეს მე არც მეგონა რომ ჩამოდი მეთქი ხამა თავს რა გაახსენებ ჩემი მე იცი ვინა ვარ თუ რაღაცა მე იცი ჩემი აი შურიკას კონდა ეგ რომ ჩამოვიდა მოსკოვიდან იმაში რომ გავიდა ნიჭიერში ვაფშე რა პონტი იყო ხო ვაფშე რა პონტი იყო მეთქდება ეხლა მაგრამ თიშეგურ ვეჩხუბე მეთქი ბიჭო შენ ვისი გადასაწყვეტი გაქვს ნიჭი გაქვს თუ არა მეთქი ბიჭო მე გადავები სად მიხვედი ეს მეთქი ჟიურის გადასაწყვეტი ბიჭო აბა მეკრა ბიჭო მითხრა და როგორ მიწდებოდა ის ეგრე რომ ან მაგრა ევასებოდა ხოლმე სულ რაღაც თემაში შევდივარ ბოლო აი იყო შურიკა რა ქუჩის ბიჭი ვიღაც აი არის შურიკა არ არის დებრა ბანდა დონდო რო არ არის ჯერონის არა ჯერონიმო რაშუაშა კაცო შურიკა არ არის რა ხო შავბიცი ძმები და ეგ იყო ჯერონიმოდების იყო ეს ტრეკით რო დაიწყეს მაშინ კომერციული რა შურიკა რა პოზიშვილი იყო რა შურიკა იყო ანდეგრაუნდი პოზიშვი ბაბე და რაღაცები შურიკა აი არის შურიკა არის ეგ და მაგარი იყო ჩემი დედა ძალიან მაგარი ჯეროს ეხა ბიჭები ხარ კლანი თოცუძი იყო ის მიწა კლანი რო გააკეთეს უთენგირო ჩაადედი ტრაკი იგრები ხარ ბრაცი რესპექტი ბებერი და რა ვიცი ბებერი ჩემი ძმა რა მაგარი გასე ვარა მან თვითონ გადავარა ქუთაისურად რომ მღადრეს ბერე კითხული ვარა რა მაგი ბიჭო მომწონს ვარა გადავარა ვარი თქვა ვარი ჯერ ჩემი ძმა წარმოიდგინე ტიპი ბუმბებს რომ აი რომელ წლებში აკეთებდა და საზღვარგარეთ არც იყო ეგ ანუ იყო მაგრამ აქ რო გაკეთდა ეგეთი რაღაცა ნუ როგორც რეგეი მაგპონჩი გაატარეს რა დაახლოებით ხო იმიტომ რომ ხო და ახლა შეადარენ ნუს იმინა ჰიპ-ჰოპია ნუ არის რა ბოზი ხო და მაშინ როგორც რეგეის პონჩი ეგრე აღიქვეს ხო იმიტომ რომ სხვა რეგეი სხვა ხო მიმართულება ეგ პონტი იყო თითქოს მაშინ დენსოლი რეგეი სხვა თემა ვაფშე სხვა როჟები არიან ეგ იყო სხვა თემა ვაფშე არც მღერის ხტები თითო ვაი რა გინდა რომ ჩემი აზრით 30-10-ია აო მეთქი რა სიძახი მასე ჩემი აზრით 30-10-ია ერთი ტრეკი გავაკეთე არ შემოსწრები გაქვს თუ არა ბიოსესთან სექსი მინდა მაგრამ გაასწორეს მეთქი მისალგაში ესე იყო და გატრენდილია TikTok-ზე იმაზე და ბებერის
ეგონად რა ბიოსესთან მინდა სექსი კი რა გააზღობს მაგას ჩემი დედა ხო ხო მაგრამ ეხა მობერთა მაგრამ კიდე მაგრამ მაშინ რომ მინდოდა კიდე არა მაშინ ძალიან ცხენი იყო ჩემი დედა ვი ჭიხვინე გარი გოგოა საიდან გამოძრა ვის თავბადა რა ჯეიზის დამსახურებაა ამბობ ჯეიზის დამსახურება გახსნა ნახი მაგი მაშინ ჯუბში რანერი იყო სადა ხო ის დესტენის ჩაოლებრივი რო იყო და ისა დაიწვას მაგის დაბადება კიდე ფიდიდის ამბავშიც არისო რაღაც ხელიურებია რო ვისაც უნდოდაო აი ეს 50 ცენტო რა გაუძრო დოკუმენტური ფილმი რო გამოუშვა 4 სერიანი დედა ეს ღებოდა სუ ის მაგარი კაცი იყო მე ვაფშე არ მევასებდა 50 ბიჭო ეხლა ამბობ რომ გადავხედე მაგარი როჟა რა გაუკეთა იცით ტიპს სადაც ზის ერთი ცენტრალური არხი რომელიც გადის რომელსაც უყურებს 50 დადის კონკრეტულად იმ არხზე ტიპი 50 ცენტი აი ესე გაღრეჭილი და ტიპს აჯვავს რომ ამაზე ფილმი გადავიღე ესეთი იყოს და იცის რომ უყურებს ტიპი და იქიდან ვერაფერს არ უშვება 50 თაიგული გამოუგზავნა ფილმი იქიდან რო ვითომ კაროჩეო მაგრამ ბიჭო იცი რომ 50 ცენტი შაგნაიცის ყველას ხო და შაგ მოდი გარბოდენ და ეს მოდი ყარდა და ელოდებოდა ჩემი და განგსტერია ბიჭო შიგნაკრავია ბიჭო მაგას როჟა აიგეთია რა არ მეგონა მე უყოთ ხო შენს მომას რაღაც ნელი ლამაზია თუ რაღაცა და მე 50 ცენტია რა 50 კაპიტანი მე კი არ ვინ არა და როჟა თუნე მაგარი ბიჭია როგორი ის იყო მაშინ რა რაღაცნაირი თემა რომ ემინემმა წამოიყვანა ანუ ზანგი ტიპი რომელიც პირიქით ხდებოდა ხოლმე რა ემინემი დაჟე სიმონ ხო მაგ ინდე კლუბ ემინემის ამსაყვანი იყო ინდე კლუბ ხო მაგრამ ხო ეს თემა იყო რომ ისე გამისწორდა ემინემის დამსახურებაო ემინემის დამსახურება ბევრი რამეა ბრატ ეგ არის არანორმალური მოდი შევთანხმდეთ კი ეგ რა თქმა ეგ არის სრული თავხდებით არანორმალური კი ბატონო ტიპი დააყენე ბრატ ბიზი ჩაურთე და თუ არ გაჩვენდა არ გაჩვენდება ბოზი ჰოპ გაჩერდება და ის დაიწყებს ბოზიშვილი ვერ არის მატონი კიდე იცი რა მახსოვს აქ რო ჯარული და სასტავი რო ჩამოდიოდნენ შენ მაგ თემაში ხო იყავი კონცერტ საერთოდ არ ვიყავი მაგ თემაში მაგრამ იქ ვიყავი ხოლმე ხო რაღაც მახსოვს ვიყავ გამიტყდებოდა ხო მაგ თემებში და ისე პირადად და რაღაცა გაიცან ხო ის ჯარულა რომ არა ის ეგზიბიტი გავიცანი მაგალითად ჯონსი ჯიმი ჯონსი გავიცანი ხო ძვალი ამბობდა რომ იქიდან 50 ცენტი არაღი შემოგრებოდაო ჯარული და ჩვენთან კამერებსო დაინახავდა გადაობდა რომ აიო რაღაცა ხო აი რა 50 ჯაიცუგორეცინება ხომ ჯაგადეს ამხაუბარი ჩამორდება მაგრამ ფეჯოს ევასება მაგრამ ჯარული მაგრა უყარს ის რეპი აღარ არის რაც ადრე კეთდებოდა მაგრამ აი მანქანას ცხოვრებოდა მაგრამ ვითარდება გაემატა როგორ არა ეხლა ვიღაცები ბაზრობენ ხო გეუბნები არის რაღაცები ბიჭო ჯაის ხომ კენდრიკ მამარიტო მარტო ერთი არ არის მარტო ეგა კიდე არის ვიღაცები ბავშვები თუ strange music ისაკ ტექნაინის ბლეიბლი ახალგაზრდები სულ ეგრე ბაზრობენ სულ სკული თუმცა დრეიკი და ლამარის დისების ამბავი არა დისები რო იყო ვითომ ზოგი ბაზრობდა რომ სპეციალურად აჩაირჩებენ რომ მეტი ისა უწიონ ერთმანეთს კომერციული თემაა მომისმინე მე რასაც უყურებ ეხლა სარვიცი რაკნეს მაგათმა მაგრამ დრეიქს რო დაეტრაცა ეგ ვიცი ჩემი და მაგარი და მაგრამ მე ვასებდი დრეიკი არის არ ვიცი ვინ არის და მე მეყლებება მაგრად დრეიკი მაგრამ რაღაცები აკაიკაკით ხო ყველას აქვს არ არის ეგრე მაგრამ რაღაც კარგი და რაღაც პლეიბოი რეპერები ცოტა არ მევასებიან რა დაიგე აი კენდრიკ არის ხავერებიანი აი მოროჟა რა ჩემი და პეტიტუნა მაგრამ როჟა YouTube-ზე გაბო ბეკებში ჩემი და კონცერტზე ბეკში გამოვიდნენ იცოკვე და შევიდნენ YouTube ბიჭო პორნო ბიჭო ის კი არა ვიღაცები ჩემი აი ეხლა რაც მან ხდება როჟა რა კენდრიკა რა ჩემი ეგ თემები აქ დაიწყო კიდე 2000-იანებში აი მაგალითად შენ და წურწუმიას თემა თამთა გოგუაძე და ანუ წამოვიდა პონტი რომ რეპერებთან დუეტი ასწორებს რა რაღაც პონჩი ხო იყო რომ რეპერობად ეხავდა მეც გამოვლილი ხო იყო შარასოდეს არ იყო არა ის პონტი იყო რომ აი რეპერი და აბა სუფრაზე გამირეპე და რაღაც ხვანაირი ახლა მე რო ურეპავდით ხოლმე ხო ბაზარია არ შეძლო ის ხო და
მე რაღაც კაი პონტი გაიჩნდა რომ აი რა ქვია პოპ მომღერლებთან ერთად დუეტები და რაღაცები კი ბიჭო როგორ არა ხა შეხედე გადახედე კომერციულადაც გაი ხონგლები არ არიან ბიჭო გადახედე რა ხა შეხედე და ვიღაცა მადონას ყველასა აქ ხა ჩემი დედავადი იმიტომ რომ რეპი როჟა უნავშრა ეგ გამახსენდა ისეთი მატჩატო მიყვარს აი ხა მოდი დუდუკები და გარმონი მოიყვანე ვიბადროთ მოიყვანე ხავიკები ვიბოთ კი კაცო მაესტროზე იყო ხო? მაესტროზე იყო ხო? ის მაგრამ მაგრა დასწორებს და გავაკეთებ ეგეთში მე ვიყო პოზიტორი გავაკეთე აგენახე სოურელები ბაჭი კი დავგე შენ და სოურელები უეჭველი ბრატ უეჭველი გავაკეთებ თან დაგეგმილი გვაქვს და ვერ მოვაბი თავი ერთი რა ძალიან მაგრად მინდა ბიჭო ეხა ვისაც შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ უეჭველი მინდა და გავაკეთებ ბოზიშვილი ძალიან მაგარია უყურე ტაშტზე დავკარი ვიბაზრებთ კლარნეტზე დავკარი სკრიპკა დავკარი ვიბაზრებთ დუხავიკები მოიყვანე ვიბაზრებთ ყველანაირი რიჩი ვიბაზრებთ მე 3-4 ლუბოი აიმიტომ მევასება რა თავისუფალი ტიპი არ გიზღუდავს რა არის არა თქვა ის არ თქვა ის ხავს ეს ყველაფერი არ ტეხავს არაფერი ვაფშე და მევასება და ის იციან ეს ამბავი ხე შენ გონი ამიტომ არ ვევასება და ევასება თუ პრონსკობენ რა ქნა ხა ვიღაცა მარი პრონსკეს და გააკეთეს კარგი ძმაო დიახ რა გინდა რომ იყოს შენი მთავარი დანატოვარი არა როგორც მუსიკოსის არამედ როგორც ადამიანის სიყვარული და რა სიწყო რა ადამიანების მიერ სადაც გავცენ და რომ ხედავენ მევასება რა просто ის ტიპები არ აი ისინი მინდა რომ გავიცნო აი ამდის ვეფერები ბიჭო ამდენი ხანია გულში ვიკრავ და მაინც მაგინებთ ჩემი დედა როგორ მაინტერესებს იმაგაც თვალებში ჩახედვა და ვკითხო რატო ბიჭო და პასუხი მინდა რა აი ამიტომ რატო მანამდე არაფერი მაგაკეთებული ერთხელ შემეშალა ბიჭო რა იყო ბიჭო ერთხელ ბიჭო მანამდე რა გადამაყოლეთ რა არა გადამაყოლე მაგრამ გამუდმებით ჩემი დედავად გადამაყო მივიღე თუ მისაღებდი არაფერ მაგ მისაღები ბოზიშვილი ხო თუ რამე დამიშავე ტრაქში არ მიწავლა და რა ქვია ის არ მიქნა რა ქვია ბოზობები არ მიკეთებია თუ გავაკეთე კაცებს გავაკეთე ადამიანებს გავაკეთე ქშიოდა და იმიტომ რა თუ რაღაცა ყველაზე მკიდე შიოდა არა ყალია ჯერ არ მშიოდა არც ერთის გარ მომშევია ბიჭო არც ერთი სიგარეტი არ გამჭირვებია არც იყო ეგ იყო რა მნიშვნელობა აქვს რა იყო არ მაინტერესებს რა იყო ეგ იყო რა რა იყო შეარწყვინა საკუთი და დამოწყრულო მარტო მე შევარწყვი ნეტო შეხან აგზი ხარ გონი არ არის ხვენ ჩემი დედა იბიო მათ მე შენი არ ვიცი მაგრამ მე მაგრა ვისიამოვნე დღევანდელი საუბრები ამოვიღე რა ზუსტად მივხვდი რომ ეგ თემა იყო და მე სიამოვნა ზუსტად და ერთი კითხვა მაქვს როგორ მე სად მე ჩემი და ესენი აღჭი ხო ერთი აი ესეთი კითხვა მაქვს ბოლოსკენ რომ ზეგან ტრეკებზე ვისაუბრეთ და დაიღალა კაბუ თუ პირიქით ება ეგონო ეს ეგ ტრეკიც მაგრამ მე ეს ბიჭო როგორ ეგ დაიღალა ტრეკიც მაგრამ მე ხო ეგ დაიღალა იყო სხვა კონტექსტი რა თქვა ვაფშე სხვა ბაზარია მაი ბავშვი ვიყავ და ახალგაზრდა ჯანზებში დავიღალე ყველა სულაც ყავდა ჯერ რა ინსტრუმენტალია მაგ ტრეკს მაგარი ვიღაცემა წამიღერეს თოფაკები რაღაცა ხო წამკბინეს სტუპის და იმის გავს რომელიღაც ხო ყველაფერს გავს ძმაჯა ახალნოტებს ვერ მოვიგონებ კარგად უნდა გააკეთო ეგა ვერ მოვიგონებ ახალნოტებს ჩემი ბარამა მიყვარს ჩემი ბარამჩიკა ზარ საიტკე თქვი როგორი ეხლა და მოვიდა ისი ბარაბა გამახსენდა ეს სევდიანივეშებიდან რაღაცები და ღამე რო ცუცხასზე რო ვიყავ ხომ რაღაცა მაწებოდა დედა მოწყობა ეგრე ისე ზარ საიტკე ნახე ზინახერები და ურეკავდი რამ დაგაწერინა ბიჭო ეს რამ დაგაწერინა რას მიშვები რატომ მომკალი დაცუნა ჩემ დავითასთან როგორი დამნაშავება ბიჭო რა პოდიში დაცუში მაგრამ ამოვასწორებ მე ვიყო ბოზი აი ვაღიარებ კაცურად ადამიანურად ძმაკაცურად ვაღიარებ რომ მაგრა დავაშავე მაგ ბიჭთან ის დივერსიაზე ვამბობ რომ არ მინახია ბიჭო ხარაც სამა არ ბითი ხანი არ მინახე და უეჭველი სანახავია ყოველდღე ბიჭი მოკითხვა და ბოდიში რა ბოდიში ძალიან დიდია აი ალალა და ბოდიში სული და გულის ბრა ბოდიშვილი იყო კაროჩე ველოდები ახალ ტრეკებს იაპ და მე მაგრა გამისწორდება ეგ თემა და კეთილი იყო შენიფეხე YouTube-ზე ჩემთან პოდკასტში და ისეც ხო მეგობრობის თემა მაგრამ ამ თემაში ძმაო აწი
რამე დვიჟენი რო იქნება ეგრევე ზარი და ეს პრობლემა. თოკაც მოო ეს თემა მაქვს, ეს თემა მაქვს, დავაი მოხუდოთ. და ახლა ჩავწერ. ეხლა მინდა გავაკეთო, გავაჭერებ. კი. შურიკას ქუჩის ბიჭი მინდა გავაკეთო რა. კაი ექსკლუზივია. გავაკეთო, იმიტომ რომ მაგაზე ვილაპარაკეთ მე და შურამ. ბევრმა არის კი არ არის. მე სანამ გამსოკავდნენ იქა. აი ჯობი ბიჭო დამირეკა იქ, ჩემი ძმამს. უნდა მე თქვი რა ეს არის ჩამბოლი, არის მოდიოდი რა თქო. შესაბედნე ჩვენ ჩავსულიყო და გითხრათ მე მოვიდი საქართველოს. სიმოხსარი ვერ წავდი ჩამოვიდი საფრანგეთში რა მინდოდა მე დებილი წამოვსულიყავი საქართველოს. იმიტომ რომ მე ვარ დებილი, ხო იცი? ხო. ეს არის ჩემი კომენტარი. იმიტომ რომ მე ვარ დებილი. აი ხო და მე ჩავამეთქე სექრეტარის და იქ მე ჩავამეთქე და უსხოცხო რა გავაკეთე. იქ უნდა გავაკეთო მე იქ ასევად ხო. დავაი ბიჭო მე ოჯელი გავაკეთე მაგას ბრატ. მაგას და 1-2-3 ვეში არის რომელიც მინდა გავაკეთო ახლიდან მაგებს გავაკეთებ რიმეიკებს. ოღონდ მალე. მალე. ხო და მე ახლებსაც დავსხებ პოზიშვილი ხო გპირდებით ბოლოჯერ. აჰა, ამ პოდკასტში დაიდო პირობა. ბოლოჯერ, აი დედას გეფიცები ოჭველი. აი ეს ბოლო დღეებია, მე რაღაცა სიმა მიღერიტინებს, გაიგე? აჰა. დღესაც დაიცალეთ? დიდი ხანი მე მივხვდი რა შეიძლება რაღაცებს აკეთებს, გაიცინოს. ჯვარი არ მქონდა ბიჭო, აღარც მახსოვდა რომ არ მეკეთა იქ აი. აჰა. მე მივხვდი რომ არა მაქვს ჯვარი და ღმერთთან ცოტა შორსა ვარ ბიჭო. და ღმერთთან შორს ახარ. ვერაფერს. აბა რაღაცთან ხარ ახლოს. არაფერს არ გააკეთებ, ვერაფერს ვერ გააკეთებ. ეგრე. მაშინ უნდა იყო იმასთან ახლოს. კი ბატონო. იმასთან ახლოს არ მინდა. კი ბატონო. ჯვარი მწერიაში. არც უნდა გვინდოდეს. კაროჩე. ეხა ჯვარი კი. მიკროფონს ახლა შემოვაწყო. ეხა კურებზე აიფარებ ხელი ხო? გაიგე, ტაძარში. დავიწყებ სიარულს და ღმერთი ფაროდეს უყოლას თო. და ღმერთი იყო შენი ფარველი და დიდება უფალს რომ ვაფშე ვარც და. კი ბატონო, აბარა. დღე გაცედა და ყოველი დღე შანსი გვაქვს რომ რაღაცა ახალი გავაკეთოთ. без ბაზარა, ხო იცით ახლა რომ ეს არხი უნდა გამოიწეროთ, უნდა დაალაიქოთ. ჩემი ხათრით წერა და კითხვა რომ პატარა ის არის. კომენტარებში უკვე გზნობ რა იქნება. აუ, უკვე გზნობ. დადებითიც და უარყოფითი ვიცი მე რაც იქნება და მოუწყდა ის პიტონი. მადლობა Evo Technologies, რომელიც მდებარეობს გდანში, ვეკუას პირველ ნომერში. ამ საჩუქრის რო ჩვენი ძმა და მეგობარი დაასაჩუქრა. მადლობა DL Shops, რომელიც ვეკუას 53 ნომერში მდებარეობს. და მადლობა კაბუს, ჩაარტყი. რამე ხო არ დარჩა ისეთი რაც გინდა რომ ხუდები აქვს ამ ხუდები. კი. იო, სადარი მასწავლე. მანდ მიგიყვან, მაგრამ აქ ხო არ დარჩა რამე ისეთი საქმე დარჩა. ერთი რამე მაპატეთ ამდენი ბილსიტყაობისთვის, მაგრამ მე სხვა არ შემიძლია. მინდა გითხრათ, ვისაც არ გესიამოვნათ მაპატეთ, ვისაც ისე არ გესიამოვნათ რომ შემაგინეთ თქვენი დედა შევეცი. მეც პოზიშვილი ვიყო და ვისაც გიყვარვართ, მე ძალიან მიყვარხართ. მიყვარხართ ძალიან თო. გულში მიყვარხართ თან და გეხვეწებით რა. თუ რამე ვინმეს გეწყინებათ ბიჭო. დამირეკეთ პოზიშვილი და აგიხსნით. რა ხდება, რა არ ხდება. თუ ვერ აგიხსნით პოზიში მაინც მოგიხსნით. ეს შორი და ლაპარაკი რა. თუ ვერ დაურეკოთ მესენჯერზე კაბუკა თბილისში გაწერი. არა ნომერიც ის ყველამ ბიჭო, ვაფშე ყველამ იცით ბიჭები თუ ხართ იცი ბიჭობა, გარეკეთ ყველამ იცით, ყველა უბანში ბრატ. ყველა უბანში იციან ჩემი ნომერი. ყველგან ჩემი დედავად. დამირეკეთ და ისე მითხარით. რა ყლეობა ეს, რა უბედურება ეს, შაირობა ჩემი დედამ. მიყვარხარ. ჩაარტყე.